დასრულდა საბოლოოდ ეს მომენტი. დმიტრი მადრჩენკო ცდილობდა მოლდოველი მოთამაშე მათუმელთა მე-7 ნომერი, რომელიც არის კიდეც თქვენს ეკრანებზე 27 წლის ფორვარდი, რომელიც აქ შეხვედრის მე-7 წუთზე ცდილობდა გატანას. გეგეჭკორი შეეცდება გატანას დარტყმა და ხარატიშვილი თამაშობს კარგად და იგერიებს ვურს კუთხურზე ძალიან აქტიურია გეგეჭკორი პირველივე წუთებიდან ერთი კაპიტანი გაგრელთა მხრიდან ცდილობს გატანას კარგი გადაცემა და გადარჩა დინამო ბათუმი გაშვებულ გოლს მოიგერიეს ბურთი ბათუმელებმა კუთხურზე და რიგით ეს იქნება მეხუთე კუთხური პედრო ანტონიო ბორჟესმა მოახერხა 41 წუთზე თავისი გუნდის დაწინაურება და მასპინძლები გადიან წინ. საკმაოდ მშვიდი ვითარება, არაფერი განსაკუთრებული თითქოს არ ხდებოდა შეხვედრაში და ბრაზილიელი 19 წლის შემტევი, რომელიც ამ შეხვედრაში ახერხებს თავისი გუნდის დაწინაურებას პირველი ტაიმის ბოლოსკენ და ეს გოლი ამ სეზონში მისთვის მეორე გახლავთ. ნახავთ თუ რა მოხდა ამ ეპიზოდში. რუხაძე ლუკიძე შეიძლება დარტყმა. რამას ჩაპანაუ ყურადღების ცენტრში მან შეძლო ლუკიძის მიერ შესრულებული დარტყმის განეიტრალება. კარჩი გაუშვა ბურთი ნადარეიშვილმა და ლუკა ხარატიშვილმა მოიგერია ბურთი კუთხურზე. ვნახავთ ამ ეპიზოდს განმეორებით, მანამდე ჯერ ცვლილება იქნება. ჩაწოდება საჯარიმოში შეიძლება დარტყმა და ისევ ჯალენ ბლესა გუნდის მხსნელი რომელმაც გაათანა ბრანგარიში ზედიზედ მერვე შეხვედრაში მოახერხა საგოლე მოქმედებით თავისი გუნდის დახმარება ესპანელმა მე-11 ნომერმა რომელმაც სეზონში მე-7 გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა და ძალიან გაახარა სტუმარი გუნდის გულშემატკივარი